მოგესალმებით, დღეს ექიმის ქრონიკების სტუმარია ზაზა თელია, ექიმი, დერმატოვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი. ზაზა, დღეს მინდა ვისაუბრო ნევუსებზე. საერთოდ რა არის ნევუსი? მადლობა მოწვევისთვის. ნევუსი საზოგადოებაში გავრცელებული ხალი, ეს არის წარმონაქმნი კანზე, სხვადასხვა ფერის, უპირატესად ყავისფერი, რომელიც არის მელანოციტებთან, ანუ კანის მელანოციტებთან დაკავშირებული. ეს არის უჯრედები, რომლის მეშვეობითაც აი ესეთი ტიპის წარმონაქმნები ჩნდება ჩვენს კანის ზედაპირზე. რა რისკ ფაქტორებია, რაც ზემოქმედებას ახდენს ამ ხალზე? რა თქმა უნდა, აქ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ულტრაისფერი სხივები, როგორც ბუნებრივი ულტრაისფერი სხივები და ასევე ხელოვნური ულტრაისფერი სხივები. სამწუხარო სტატისტიკა არის ის, რომ კანის სიმსივნეების, ანუ ეს კიბო იზრდება, მზარდი არის სტატისტიკა და პირველადი ამის, ასე ვთქვათ, ასოცირება შესაძლებელია ზუსტად ამ ულტრაისფერ სხივებთან. აქ იგულისხმება როგორც ხელოვნური, ანუ ეგრეთ წოდებული სოლარიუმში სიარული და რუჯის მიღება და ასევე ბუნებრივი ულტრაისფერი სხივების ქვეშ აქტიური ყოფნა ადამიანს. ეს არის პირველი რისკ ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ზუსტად ამ ნევუსების გაჩენასაც, ხალების გამრავლებას და ასევე კანის კიბოს განვითარების რისკები მატულობს. რას უნდა მიაქციოს პაციენტმა ყურადღება, რა ჩივილი უნდა ქონდეს, ან რა კლინიკური სიმპტომი, რომ მოგმართოთ ექიმს, დერმატოვენეროლოგს? აუცილებელია, რომ ნებისმიერმა ადამიანმა კანზე გამოვლენილ წარმონაქმნს მიაქციოს ყურადღება და თუ მას ეს წარმონაქმნი არ მოეწონა, აუცილებლად მიმართოს დერმატოლოგს მის შესაფასებლად. ხალი არის უკვე წარმოქმნილი, პროფილაქტიკურად რა პერიოდში უნდა მოგმართოთ პაციენტმა, ვისაც აქვს ასეთი ხალები? ხალების შემთხვევაში ჩვენ პაციენტებს ურჩევთ ეგრეთ წოდებულ თვითშეფასებას. თვითშეფასება უნდა მოხდეს ნევუსების, ანუ ხალების 6 თვეში ერთხელ. არსებობს წესი, ჩვენ ამ წესს ვეძახით ABCD წესი, რომელიც გულისხმობს, რომ ნებისმიერი ნევუსი იქნება თუ წარმონაქმნი, შეფასდეს, რომ ის დროთა განმავლობაში ხომ არ ხდება ასიმეტრიული, ხომ არ არის საზღვრის ცვლილება, ხომ არ არის ფერის ცვლილება, ხომ არ არის დიამეტრის ცვლილება, ან ხომ არ განიცდის ეს წარმონაქმნი ევოლუციას, ანუ რაღაცნაირად სხვანაირი იყო და დროთა განმავლობაში გახდა სხვანაირი. თუ პაციენტი აი ამ წესიდან, ამ ABCD წესიდან ორს მაინც ამჩნევს, მაგალითად საზღვარი შეიცვალა წარმონაქმნა და ფერი შეიცვალა, ამ შემთხვევაში უნდა მიუმართოთ დერმატოლოგს, რომ დერმატოლოგმა უკვე ეს წარმონაქმნი დერმატოსკოპიით, ანუ დერმატოსკოპის გამოყენებით შეაფასოს. ვინაიდან ვახსენეთ, ახლა ერთ-ერთი მეთოდი დერმატოსკოპია, რა არის კიდევ მეთოდი, რის საშუალებითაც შესაძლებელია, რომ დაუსვათ ნევუსი, რა ტიპის ნევუსია? პირველადი ეს არის, როგორც აღვნიშნეთ, პაციენტის თვითშეფასება, როდესაც პაციენტი თვითონ აფასებს. შემდგომი საფეხური ეს არის აი ამ წესის მიხედვით უკვე მიუმართოთ დერმატოლოგს, რომ დერმატოლოგმა შეაფასოს დერმატოსკოპით და თუ დერმატოსკოპის შეფასების დროს დერმატოლოგს ეს ხალი არ მოეწონა ბრძოლებში, ამ შემთხვევაში უკვე შესაძლებელია გააღრმავდეს კვლევა და პაციენტი გაუშვათ ან ციტოლოგიაზე, ან პირდაპირ მორფოლოგიაზე, რომ მოხდეს უკვე გააღრმავებული კვლევით მისი შეფასება, რომ არ გამოგვეპაროს ან არ გამოგჩეს მაგალითად ისეთი საშიში და ვერაგი დაავადებები, როგორც არის კანის სიმსივნეები. ზაზა, აქვს თუ არა ნევუსს გენეტიკური წინასწარი განწყობა? რა თქმა უნდა, არსებობს წინასწარი განწყობა. თუ ჩვენ წინასწარ განწყობაზე ვისაუბრებთ, გენეტიკურად ხალები, მაგალითად მათ შორის ატიპიური ნევუსები, არსებობს ატიპიური ნევუსები და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ზუსტად არსებობს ესეთი PEM სინდრომი, ეს არის ოჯახური მრავლობითი ატიპიური ნევუსის სინდრომი, ესე იშიფრება ეს. თუ ადამიანს აქვს აი ზუსტად ეს PEM სინდრომი, ამ პაციენტებში, ამ ადამიანებში მაღალი რისკია კანის კიბოს, ანუ მელანომის განვითარებისა. ამიტომ ამ პაციენტებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ულტრაისფერი სხივებისგან დაცვას და აი ამ ნევუსების ხალების შემოწმებას. იმიტომ რომ თუ მრავლობითი ატიპიური ნევუსები გვაქვს,
ასეთ ადამიანებს უფრო მაღალი რისკი აქვს და შესაბამისად გენეტიკური განწყობა არსებობს. და ბოლო შეკითხვა, თუ ასეთი გენეტიკური განწყობა არსებობს, თუ გვაქვს რამე გენეტიკური კვლევა, რომლის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ ამის არსებობა. არსებობს, რა თქმა უნდა, გენეტიკური კვლევები მუტაციებთან მიმართებაში, რომლითაც შესაძლებელია დადგინდეს, თუ აქვს წინასწარ განწყობა კონკრეტულ პაციენტს, ან ატიპიური ნეუსების განვითარებისა, ან მელანომის განვითარებისა. ესეთი კვლევები არსებობს. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ზაზა თელია, ექიმი დერმატოვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი. თქვენთვის საინტერესო კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგწეროთ ვიდეოს კომენტარებში.